Menstruatsiis დროს პირდაპირ ვეძახი ტკივილი განსაკუთრებით ძლიერი და რა თქმა უნდა კედლებზე გავდივარ ესეთი აღწერილობით ტკივილი არ არის ნორმა. და დისმენორია არ არის ნორმა. დისმენორიის დიაგნოსტიკა ანუ სხვანაირად ხდება. ანუ პირველადი არის და მეორეული. პირველადი ნიშნავს ჩვენ სამედიცინო წელში იმას ტერმინოლოგიურად რომ როგორც კი დაიწყო პირველი menstruatsiya იქედან მოყოლებული არის მტკივნეული. ან რაღაც დროის მერე გახდა მტკივნეული ეს უკვე მეორადია, ხო? შესაბამისად ამას უამრავ მიზეზი შეიძლება კონდეს და ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, მთელ მსოფლიოში პრობლემა ეს არის, რომ ამ ხრივ ხდება ქალების დაიგნორება. იმ ხრივ რომ წადი რომ გააჩენ შვილს, ეს გაივლის, ან რომ გათხოვდები, ეს გაივლის და არ ვიცი ეს რას ნიშნავს, ანუ ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ 17 წლის თუ მოვიდა ადამიანი შენთან და ინგლისმა დადო ამის კვლევა ენდომეტრიოზის საზოგადოებამ, რომ ბავშვებსაც კი თავაზობენ შვილის გაჩენას და გათხოვებას იმისთვის, რომ დისმენორია ან menstrual ტკივილი აღარ ქონდეთ და ანუ ჩემი აზრით სრულად მიუღებელი, უპატივცემლო და უღირსია საქციელია ადამიანის მიმართ, რომელსაც ტკივა, მის ტკივილს აიგნორებ, არაეთიკურია არ თავაზობ მათ შორის არც გამოყუჩებლებს და სხვა სამკურნალო საშუალებებს არ თავაზობ რომ გამოიკვლიო მისი მიზეზები ტკივილის ანუ ხო იმსახურებს ყველა ადამიანი რომ იცოდეს ხო რატო ტკივა სისტემურად იგნორირებულია არა მხოლოდ საქართველოში არამედ ნორმალიზებულია menstrual ტკივილი იმდენად რომ ტკივათ უნდა თითქოს უნდა შეეგუო თან არა საზოგადოდ არამედ ცოდვა გამხდარიყო სამედიცინო სისტემის შიგნით კი